გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება კერძს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ველოდებით. გაზაფხული დგომასთან ერთად მოდის ჩაკაფული, მაგრამ ჩაკაფულთან ერთად მოდის კიდევ რამოდენიმე კერძი, რომელიც ყველას წესი ძალიან უნდა გუყვარდეს. დღევანდელი კერძი არის ის კერძი, რომელიც ბავშვებიდან ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ხაჭოს ძალიან დიდი მოყვარული ვარ და ვფიქრობ, რომ ვისაც ხაჭო გიყვარს და ვისაც ტკბილეული გიყვარს, ეს დესერტი აუცილებლად გიყვარდეს. დესერტია თუ რა არის? არ ვიცი, დესერტად პირველად მოვიხსენია, იმიტომ რომ ეს კერძი პოზიციონირდება არა როგორც დესერტი, არამედ როგორც თვითონ ეს კერძი. იმედია მიხვდებით ასოს გულისხმობ, რომ გაიგებთ ასე ვაკეთებთ. ალბათ არ იყო რთული მისახოდრე და დღეს უნდა გავაკეთოთ ის, რაც კულიჩზე გადასასმელი საუკეთესო ვარიანტია და ვფიქრობ, რომ კულიჩს ორჯერ უფრო მეტად გემრიელს ხდის და დღეს ვაკეთებთ ხაჭოს პასკას. როგორც მანამდე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ხაჭოს პასკას და მართალია ხაჭოს პასკა არის კალორიების ბომბი, მაგრამ ეს კალორიები დალოცული კალორიებია. ამიტომ შეგიძლიათ, რომ უპრობლემოდ ჭამოთ იმდენი, რამდენიც გინდათ, მაგრამ თან ცოტა ფარგლებში. ყველა ფიქრობს ხოლმე, რომ ხაჭოს პასკის გაკეთება ზოგადად საღდგომო სამზადისი ძალიან რთულია, მაგრამ სუფრის კოზი იმისთვის არის, რომ დაგიმტკიცოთ, რომ სამზადისო შესვლა არასდროს არ არის რთული და მით უმეტეს კერძების კეთება არ არის რთული. და დღეს გავაკეთებთ ერთ-ერთ უმარტივეს და ძალიან გემრიელ ხაჭოს პასკას, რომელიც ჩემ მეგობარმა მასწავლა და ჩემ მეგობარს მისმა ბებიამ მასწავლა. ამიტომ ეს არის რეცეპტი, რომელსაც თითქმის 1 საუკუნე თუ არა ნახევარი მაინც გამოვლილი აქვს და ყოველ წელს ამ პასკას ვაკეთებ. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ის, რასაც მე ვჭამ ყოველ აღდგომაზე. უკვე ბოლო 5 წელი. მოკლედ ბევრი აღარ ვილაპარაკოთ და თქვენი დროც დავუზოგოთ. გადავიდეთ უკვე ნელ-ნელა მზადებაზე, მაგრამ სანამ მზადებაზე გადავალთ, მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და გაავრცელოთ ჩვენი ვიდეო, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გავუმარტივოთ ყოველ ცხოვრება. სანამ ინგრედიენტების ჩამოთვალს დავიწყებ, მანამდე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეხლა რაც ვაკეთებთ არის დაახლოებით 9 კილო ხაჭოს პასკის ინგრედიენტები. თუ გინდათ რომ გაკეთოთ ორჯერ უფრო მეტი, პირდაპირ 2-ზე გაამრავლებთ და მიიღებთ ორჯერ უფრო მეტი პასკის მასას. იმდენი 9 კილოიანი ხაჭოს პასკას გინდათ რომ გამოგივიდეთ, იმდენჯერ გაამრავლეთ ეს რეცეპტი. დავიწყოთ ახლა ხაჭოს პასკის გაკეთება და ამისთვის დავჭირდებათ. 330 გრამი ხაჭო, 70 გრამი არაჟანი, 130 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი, 1 ცალი კვერცხი და 1 ცალი კვერცხის გული, დაახლოებით ნახევარი კოზი ვანილი, მესამედი ლიმონის წვენი და ლიმონის ცედრა, დაახლოებით 70 გრამი მიგოზი და 70 გრამი ქიშმიში. გარდა ამ ინგრედიენტებისა დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, პასკის ფორმა და ასევე მარლა, რომელსაც ბოლოში გამოვეტანე. ამიტომ მოიმარაგეთ ხაჭოს პასკის ფორმა და ასევე მარლა. სანამ ხაჭოს პასკის მასის მომზადებაზე გადავალთ, მანამდე გავამზადოთ ნიგოზი და ლიმონის წვენი და ლიმონის ცედრა, რომ შემდეგ აღარ შევყოვდეთ პროცესში. ეხლა დავჭრათ ნიგოზი და გამოვწუროთ ლიმონი. ნიგოზი წვრილად დავჭრათ და გადავკეპოთ, მაგრამ თუ გინდათ რომ დიდი ნიგოზები შეგხვდეთ, გადაკეპვის ნაწილი გამოტოვეთ. ასევე გავაკეთოთ ცედრა და გამოვწუროთ ლიმონი. ეხლა ყველაფერი უკვე მზად გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ ხაჭოს პასკის მზადება, მაგრამ პირველ რიგში უნდა გავუკეთოთ კვერცხის პასტერიზაცია, ანუ ჯერ უნდა გავაკეთოთ გოგლი-მოგლი კვერცხით და შაქრით და პასტერიზაცია ნიშნავს, რომ გავხადოთ ჩვენი კვერცხები მაქსიმალურად უსაფრთხო და ჩვენი საღდგომოს უფრო იყოს უსაფრთხო ყველასთვის და არ შეგვყვეს ეგრეთ წოდებული ბროტი სალმონელა კერძში. მეტყვი ეხლა პასტერიზაციაზე დავჭირდება 2 თქვის აბაზანა, რისთვისაც დავჭირდება წყლიანი ქვაბი, ცეცხლი და ჯამი, რაშიც გავუკეთეთ პასტერიზაციას კვერცხის. ახლოს მოდით და განახებთ როგორ გავუკეთეთ ყველა. და რას ნიშნავს პასტერიზაცია? პასტერიზაცია არის პროცესი, რადგანაც კვერცხის მასა უნდა ავიდეს 70 გრადუსამდე, რომ სალმონელა მოკვდეს შიგნით. ამიტომ დაგჭირდება თერმომეტრი ან თვალის უნდა გავაკეთოთ რა, თუ თერმომეტრი აქვს სახში. მაგასაც განახებთ, რომ როგორ უნდა მივხვდეთ პასტერიზებულია თუ არა თქვენი კვერცხი. მეტალის ჯამში ჩაუშვათ 1 ცალი კვერცხი, 1 ცალი კვერცხის გული, შაქარი და შემოდგათ 4 თქვის აბაზანაზე ხშირი მორევით, რომ არ მოიხარშოს კვერცხი. შაქრის კრისტალები რო გაქრება და თითზე, ასე ვთქვათ, ვეღარ იგრძნობთ და ასევე კოს რო აიღებთ და თითს რომ გადაусმევთ და დარჩება ესე, როგორც ვიდეოშია, ანუ კვერცხი უკვე 70 გრადუსზე მიღწეულია და დაახლოებით 2-3 წუთი ჭირდება მათ ყველაფერს. ეს უნდა გააკეთოთ, რომ ძალიან არ გადაგიხურდეთ კვერცხი და არ შეიკრას და არ შეიწვას კვერცხი. ამიტომ ძალიან ხშირი მორევით, ყურადღებით უნდა იყოს კვერცხის მიმართ. ეხლა რადგანაც უკვე დავაპასტერიზირეთ ჩვენი კვერცხი, შეგვიძლია გადავიდეთ ხაჭოს პასკის მომზადებაზე. ეხლა კიდე გავადნოთ კარაქი, შეგიძლიათ გაადნოთ მიკროტალღურში, ან გაადნოთ გაზქურაზე, როგორც თქვენ გნებავთ ისე გააკეთეთ. მაგრამ სანამ კვერცხის მასაში ჩავასხავთ, აუცილებლად ცოტა შეგრილებული უნდა იყოს, რომ არ შეწვას კვერცხი. ეხლა გავადნობ და ჩავუშვებ მასაში ჩვენს კარაქს. კვერცხის მასას დავუმატოთ გაგრილებული გამდინარი კარაქი, არაჟანი, ხაჭო, ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი და ასევე ვანილი და კარგად ამოურიოთ ხელის ბლენდერით. კარგად რომ გაერთგვარონდება მასა, დავუმატოთ ქიშმიში და ნიგოზი და ხელით ამოურიოთ.
ხაჭოს პასკის მასა უკვე მზად არის, ამიტომ ახლა გადავიდეთ უკვე ფორმის მომზადებაზე და ფორმისთვის როგორც მანამდე ვახსენე, დაგჭირდება მარლა და მარლა აუცილებლად უნდა იყოს ცოტა ნამიანი, რომ ადვილად გამოვიდეს ტენი ხაჭოდან. ამიტომ ახლა ამ მარლას ესე დავასველებთ, კარგად, გავწურავთ, შემდეგ გავშლით. შემდეგ გავიღოთ პასკის ფორმა და ამ პასკის ფორმაში ეს მარლა ესე ჩავაფინოთ. ბოლომდე კარგად ჩავყოთ. უნდა იყოს ესეთი, შიგნით კარგად ბოლომდე უნდა ჩამოიტანოთ და შეგვიძლია რომ პასკა უკვე ჩავასხოთ შიგნით. ნამიან მარლა ჩაფენილ ხაჭოს პასკის ფორმაში ჩავუშვათ ხაჭოს პასკა და შემდეგ გავაკეთოთ ისე როგორც ვიდეოში ანაჩვენებთ. პასკის ფორმაში ჩავასხოთ პასკას, შემდეგ უნდა დავადოთ სიმძიმე, ამ შემთხვევაში არის ჭიქა, რომელიც სასხია დაახლოებით 9 ლიტრი წყალი, დავადებთ თავზე, რომ დაიპრესოს და გამოვიდეს ტენი ხაჭოს კარგად და შემდეგ ეს უნდა შევინახოთ მაცივარში. და უნდა დავაყენოთ დაახლოებით 8 საათი მაცივარში, მთელი ღამე უმჯობესია რომ კარგად გამოიტანოს ტენი და კარგად შეიკრას ხაჭო. და სანამ 8 საათი ველოდებით, მანამდე მინდა გაგახსენოთ რომ კოკაკოლის ხულების აგროვება ისე გრძელდება და ყვითელ თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდები ისე შეგიძლიათ შეიყვანოთ აპლიკაციაში და თქვენ თუ მოხვდებით საღდგომო ლიდერბოტში, მობილი სტორისგან მიიღებთ ვაუჩერს და ასევე საჩუქრ ყუთს. ამიტომ იაქტიურეთ საღდგომო ლიდერბოტი გრძელდება და დააგროვეთ ხულები. და როგორც კოკაკოლა ეტყოდა, კოკაკოლის დალევა ორჯერ უფრო სასიამოვნო გახდა. ამიტომ ეხა 8 საათი ველოდებით ჩვენს პასკას. სუპერ სკოლის სამზარეულოში, როგორც ყველა სამზარეულოში ძალიან მალე გადის დრო. 8 საათი უკვე გავიდა და ჩვენი ხაჭოს პასკა უკვე მზად არის. ამიტომ ეხა თუ გიყვართ ხოლმე რომ შოკოლადი მოსხმული აქვს, მოვასხათ. თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ რომ არ მოვასხათ და დატოვოთ ისე. მაგრამ ჩვენ მაინც ეხა მოვასხათ, იმიტომ რომ ცოტა ლამაზი კადრი იქნება. China because China. ჩვენი ხაჭოს პასკა უკვე დაჯდა და დაიწურა და უკვე მზად არის რომ დავაგემონოთ და რა თქმა უნდა, ვინ დააგემონებს თუ არა ჩვენი უსაყვარლესი და უკარგესი ადამიანი და მეგობარი საბა ჩერქეზიშვილი. ალბათ არ უყვარს ხაჭო, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს და მე ძალიან გამეკვირდა, კი. მაგრამ არ ვიცი ხაჭო როგორ შეიძლება გიყვარდეს, არ ვიცი და არ მაქვს გასინჯულიო. არ მაგასინ ჯულია არის რაღაცა. არ დააჰეითოთ. დონალდ ტრამპი, უბრალოდ ხაჭოს არ უყვარს. როგორ მე გავაკეთებ? და ეხავე გეტყვი ყველაფერს. მე ზოგადად შოკოლადი მოსხმული არ მიყვარს რა. უბრალოდ იმიტომ მოვასხი რომ საბას უყვარს შოკოლადი. საბამ ასევე დღეს გაიგო რომ ხაჭოს პასკა უნდა ჩემო პასკასთან ერთად კულიჩთან ერთად. მე მეგონა ეს იყო პასკა. ეს არის პასკა, ეს არის კულიჩი. მთელი ეპიზოდი მეგონა რომ ეს იყო პასკა. მაინტერესებს მისი. ამაგერ პასკა მიყვარს. ამანდ პასკა უყვარს. ნუ ამის გემოს, ფილმს ვერ გუჩნო. რა არ მოგწონს? არა, რას კაია კი. რა არ მოგწონს და რა ჩიზკეიქს გავს. ჩიზკეიქს გავს ხო რა? მერე წამოიღო ჩიზკეიქის გემო. ცუდი არა. ხაჭოს გემოს არ აქვს. ჩიზკეიქის გემო აქვს რა. შოლები ჩიზკეიქი არის. საბას ხაჭო არ უყვარს? არა, არ მიყვარს, მაგრამ ხაჭოს ინტენსიური ისეთი გემო არ აქვს. ნო. თოს სხვანაირი გემო, რაც არის ნამართა ჩიზკეიქის გემო. ხო. და მომწონს, კარგი არის. უბრალოდ ამას ერთად ვერ გავიგე, იმიტომ რომ ამას ინტენსიური გემო ქონდა. რა არ მოგწონს? არაფერი მომწონს, კარგი არის. აი ვანილის ხაჭოს დესერტები რო იყიდება. მოიცი? აი მაგის გემო აქვს ძალიან. ძალიან კარგი ხაჭოს პასკა, რადგან ანუ არ არის ძალიან ინტენსიური გემოები, კულიჩთან ერთად რო ჭამ, კარგად ავსებს ერთმანეთს და კარგი გადასასმელია ჩემი აზრით. ჩემი აზრით არის. ხო. მაგრამ მეც ჰალკე უფრო გამისწორდებოდა. როგორც ჩიზკეიკი. როგორც ჩიზკეიკი. იმედია მოგეწონა ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. იმედია მოგეწონებათ რომ გააკეთეთ ხაჭოს პასკას. ეს არის კარგი ბაზა არის, ასე ვთქვათ, ხაჭოს პასკის და მე შეგიძლიათ რომ თქვენი გემოები თუ როგორ გიყვართ, რა გიყვართ, კურა გაგიყვარდეთ, შეიძლება სხვადასხვა ჩირეული, შეიძლება სხვადასხვა თხილეული. აი ხო ფიქრობდი ზუსტად მაგას. და ალუბალი. თვრალი. საერთოდ იმპროვიზაცია და გააკეთეთ თქვენი პასკა როგორც თქვენ მოგწონთ. გამოეწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ ბერო ნახოთ და ბერო მისწავლოთ თუ როგორი მარტივია ხაჭოს პასკა მომზადება. თქვენთვის ერთი დაჭერა და ერთი კლიკია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბევრს ნიშნავს და ისევე ადვილია ეს თქვენთვის ერთი კლიკი, როგორიც ამ ხაჭოს პასკის მომზადება არის. აჰა. ერთად ავაშენოთ სუპერ სკოლის პატარა კიბერსოფი. ბაი. Ah!